აბა, როგორ გამდებით? ბატონო თემო. უკეთესად შეიძლება ვიყოთ და ჩვენც ვეცადოთ რომ უკეთესად. რა თქმა უნდა, ჩვენი შემართება და ის სურვილი ჩვენ მაყურებელთან შეხვედრა ყოველთვის ძალიან საინტერესოა. ჩართული გასულა შეიძლება დავიწყოთ კიდევაც მაშინ უკვე ახლა ხო გავდივართ ეთერში გასაუბროთ ჩვენ ტელემაყურებლებს მოგესალმებით თანამემამულენო მამული და მამულეთ სულ მომსალარო ქურთიერთობა ხო მამული ენა საკუთრება მამული და ეს ტელევიზია მამული ყველაფერი მამულს უკავშირდება აი სწორედ ჩვენი თელი შემართება და თელი ჩვენი ენერგია ცოდნა მამულის სამსახურში უნდა ჩავდოდა მოვიტანოდა როგორმე შევეცადოთ რომ უკეთესობისაკენ შევაბრუნოთ ცხოვრება ბატონო თემო დღეს მე ხელთანილი არ მოსულვარ და ჩემი ნაშრომი რომელიც 50 წელი 60 წელი დამჭირდა თითქმის რომ ეს წიგნი დამებეჭდა არადა 1979 წელს ამ წიგნში რაც არის მოცემული იდეა რაზეც ძირითადად წელი ჩემი შეგნებული ცხოვრება რასაც მეუძღვენი ამ წიგნში არის თავმოყრილი თუმცა ეს პირველი არ არის ეს არის მესამე მაგრამ ეს არის კონცენტრირებული ისეთნაირად რომ მე როგორც ისტორიკოსი საზოგადოებამცოდნე აი ამაზე მაქვს საუბარი და წიგნის სათაური ადამიანთა ბუნების ძალების როლი ადამიანთა საზოგადოების განვითარებაში და ძალიან გთხოვთ რომ გულისხმობით წაიკითხოთ შემდეგ მე ჩვენ ვისაუბრეთ და მე შემოგთავაზეთ რომ ამ მიმართულებით ვისაუბროთ იქნებ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ჩვენი მაყურებლისთვისაც იქნება საინტერესო და ჩვენი მომავალი მუშაობისათვის. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ამას ამ ბევრი აქ დებულებები რაც არის ამაზე საჭიროა შეთანხმება, მაგრამ თქვენ ამას რომ გაეცნობით, მე თქვენი მოსაზრება ჩემთვის ძალიან ძვირფასია, თითოეული ჩვენი მაყურებლის მოსაზრება ჩემთვის როგორც პირადი კვლევარისა და წიგნის ავტორი ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ეს წიგნი ეძღვნება ჩვენს ყოფა ცხოვრებას უძველესი პერიოდიდან დღევანდლამდე. ასე რომ ამაში არის გადმოცემული კაცობრიობამ როგორი გზა გაიარა და რას მიაღწია სად იყო გადატეხების წერტილები და დღეს რა მდგომარეობაში ვართ. ასე რომ ჩვენ მე პირადად იმიტომ დღეს მოვედი თქვენთან რომ აი ეს წიგნი გადმომეცა დიდი მადლობა ბატონო წარწერა გაკეთებულია რომ მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ამას გულისხმობით წაიკითხავთ გაიგებთ რა თქმა უნდა შენიშვნები გექნება და ის შენიშვნები ცალკეც ვისაუბროთ მაყურებელთან ერთად ვისაუბროთ და იქნებ მთლიანი ის შეიკრას რომ აი ეს რაც პირადად ჩემი ინიციატივით არის წამოწყებული ახალი მიმართულება კვლევის, ახალი მიმართულება საზოგადოების განვითარების, რომელიც ჯერ კიდევ 1979 წელს მე აღმოვაჩინე და უნივერსიტეტის სახელმწიფო იმისი გამოცდების დროს სახელმწიფო კომისიის წინაშე მე ეს გამაჟღერე და მაშინ კარგი მე მეგონა რომ ამას მიიღებდა ჩვენი მეცნიერება, მაგრამ სამწუხაროდ არ მიიღებს პოლიტიკოსებმა დაბლოკეს და როგორც იქნა 2023 წელს შევძელი მე ამ წიგნის წინა წიგნების და აი 2024 ბოლოს ამ წიგნის დაბეჭდა. ამიტომ თქვენთან მოვიტანე როგორც მართლაც
დიდად განათლებული, შემართებული, სამშობლოსათვის მოყვარული და მებრძოლი ადამიანი და ამის შემდეგ მე მაქვს იმედი, რომ ერთობლივად კიდევ უფრო გამძლიერდებით თქვენ შენიშვნებთან ერთად ჩვენ ამას გავაკეთებთ. დიდი მადლობა ბატონ მორისონს ესეთი კარგი წიგნის გამოცემისთვის, აუცილებლად გავეცნობი. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო საკითხებზე არის ამ წიგნში მსჯელობა, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა რამოდენიმე ჩაწერის წინაც გვქონდა საუბრები თემასთან დაკავშირებით, გვქონდა გარკვეული მოსაზრებები, ფაქტობრივად ემთხვეოდა ჩვენი მოსაზრებები ბევრ საკითხში. მით უმეტეს, როცა დაწერილია და დაბეჭდილია და უფრო კარგად არის გაანალიზებული, სწორედ ეტაპობრივად განვიხილავთ, ეხლა აქ მე როგორც გადავხედე, თავებად არის და შეიძლება თავებად სამსახიობად თავებად მოხდეს მიღებული თავი. ეს თქვენია, თქვენ როგორ გადავხედოთ? ყოველ ჩაწერის დროს შეგვიძლია თითოეულ თავზე ვისაუბროთ ყოველივე ჩაწერის დროს შეიძლება გარკვეული დრო დავთვალოთ ჩაწერის პერიოდში. ანუ თემების სხვადასხვა იქნება, ეხლა აქტუალური თემების მიმართულებით ვისაუბროთ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იქნება თუ სხვადასხვა მართულობა თავისუფალი თემა, იმიტომ რომ შეიძლება ხელოვნებაზეც ვისაუბროთ. ჩვენ დავუთვალოთ ამ წიგნის თავებად განხილვასაც და ვეხება საუბარი. მე მგონი რომ საინტერესო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, ვიდრე მთლიანი წიგნზე მქონდეს განხილვა, იმიტომ რომ კონკრეტულად იქ რაღაც საკითხები თანაც ბატონო თემო ამ წიგნში გამოკვლეული როგორ ესადაგება თანამედროვეობას. რაშია ჩვენი ახალი ხედვა, რაში იქნება და რა არის შეცდომა დაშვებული თვითონ დიდი პოლიტიკოსების მიერ, მე ამაზე ძალიან ძაფრი და საშინელი ჰქონდა პერიოდი გავიარე, როდესაც შეიძლება ითქვას მიუღებელი აღმოჩნდა ყველასთვის თვითონ იდეა, რომ კაპიტალიზმისა და სოციალიზმის ეპოქა დამთავრდა, ისტორიული ეპოქა. აი ამაზე მან ლაპარაკი და მაშინ რა და ახალი ნეოცივილური საზოგადოება უნდა ავაშენოთ. კომუნიზმი ეს აღმოჩნდა ერთსიტყვიანი ზღაპარი, როგორც ანეკდოტებივით დადიოდა ხალხში და დღეს ჩვენ უკვე სერიოზულად ვეხებით ამ საკითხებს და ამდენად მე ვაცხადებ ჩვენი მაყურებლის წინაშე, ჩვენი მეცნიერების წინაშე განაცხადე, აკადემიის წინაშე განაცხადე, მთავრობის წინაშე განაცხადე მაშინ, რომ ეს არის სრულიად ახალი ხედვა, ან გამიბადილეთ აღმოცემული ხედვები, ან თუ კიდე დამიჭირეთ, თუ კიდე დამხრიდეთ. აი ამაზე მომდიოდი. მაგრამ ყველა გვერდი აუარა და ასე ახლა ეს როცა არ არის სიტუაცია მომწიფებული, ვერ გაიტან თურმე რაც არ უნდა კარგად მიგაჩნდეს შენ. ახლა ნახოთ ჩვენი მაყურებლები რას გვეწრის. თავისთავად ჩვენ მაყურებელსაც დააინტერესებს თქვენი წიგნი, რომელიც გამოვიცეთ თვითონ ამერიკის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ დემოკრატია არ არის სრულყოფილი. დიახ, მაგრამ უკეთესი არ მომგონებიაო და ამიტომ უკეთესი შეიძლება საქართველოს ეროვნულ და სწორედ ამ წიგნში იყოს უკეთესი. შეიძლება მე არ ვამბობ კატეგორიულად ეს უკეთესია ყველაზე. მაგრამ ვიღაცა ხომ დაიწყოს და თქვენ ხართ ეს პიროვნება ეს დაიწყო პირველ ნაბიჯი გადავიდა სწორედ ამ მიმართულებით. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდლამდე არსებულ პოლიტიკურ, იდეოლოგიურ ხედვასთან მიმართებაში ეს განსხვავებული. და რამდენად სასარგებლო აღმოჩნდება ეს თქვენი საჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი მაყურებლის, თითოეული მაყურებლის მოსაზრება თუ მოგვაწვდის და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გამოეხმარება დადებითად უარყოფიდან, ჩემთვის პირადად უარყოფითი ესეც ისა საჭიროა. იმიტომ რომ ჩამოყალიბდეს და საჭიროა სწორედ ვიმსჯელოთ იმ საკითხთან თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მობილური გამოვიდა თავი ვახელა იყო, ხო? ნელა დაიხმაცა და თორემ დასახები იყო, მარტო ტელეფონი იყო, დღეს ტელეფონიც არის, კომპიუტერიც არის, უკვე მობილური და ყველაფერია, ოკეი. ამიტომ ეს ნელა იხვეწება თავისთავად და შეიძლება ახალი წყობა სწორედ დაიხოცოს და საქართველოს დაადგეს პირველი ნაბიჯი, იყოს საქართველოს და რომელიც ნამდვილად საჭირო არის, უნდა შეიცვალოს, მაგრამ რომ შეიცვალოს, ამიტომ რაღაცა უნდა იყოს. უკეთესი უნდა იყოს, პერსპექტიული უნდა იყოს.
მარტონი მორისონი თავაზობს, რომ აქ კაც ნამუშევარი წლების განმავლობაში მუშაობდა ამ საკითხებთან დაკავშირებით. და მარტონი მორისონი დიდი ხანია მეგობრობთ ერთმანეთთან. ჩვენი შეხედულებები უკვე დიდი ხანია ვიცით, ჩვენი მიმართულებებიც ვიცით ურთიერთობაში. გვაქვს დიდი მეგობრული ურთიერთობა, ამიტომ რასაც მარტონი მორისონი ამბობდა და მსჯელობდა ვეთანხმებოდით ყოველთვის, მაგრამ დაბეჭდილი არ იყო დაწერილი. დაწერილი კი იყო და ხელნაწერი, მაგრამ დაბეჭდილი არ იყო და დაბეჭდილი მასალა და უკვე ახლა მასწავლებს უკვე დაბეჭდილი მასალა, რითიც შეიძლება უკვე ადამიანი გაიცნოს და ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, თავაზობს ძალიან საინტერესო მიმართულებას. სულიად გეთანხმებით ბატონო მორისონ, მოდით ესე დავიწყოთ ახლა ახლა რაც გადავხედე უცბად თავებად არის და თავებად შეიძლება ყოველი გადაცემაში გარკვეული დრო გამოვუყოთ სწორედ ამ თემებს საკითხავ და სამთავრობო დაკავშირებით მსჯელობა უფრო საინტერესო ვიდრე მთლიან რა თქმა უნდა საკითხებთან დაკავშირებით. მაგრამ ახლა მე ერთ რამეს მინდა ბოლოს შემოჯამებელი კი ერთ რამეს აი შესავალის წინ მინდა გავუსვა ერთ რამეს რომ მაყურებელმაც გამონახოს და დააკვირდეს რამდენად სწორი ვარ მე სხვათა შორის მთელი ამ კვლევის პერიოდში სტუდენტობის დროს მე ასპირანტურაში მე ასპირანტურის დამთავრების შემდეგ ისა სულ ამ მიმართულებით ვიყავ და მივედი იმ დასკვნამდე გამოიკვეთა რომ თურმე მსოფლიო ცივილიზაციის ფესვები თესლიც და თესლიც აქა საქართველოდან და მე სხვათა შორის ხო არ მეჩვენება ფიქრობდი ქართველი ვარ და მაინც საქართველოში რატო უნდა იყოს მაგრამ ბატონო თემო რომელი კუთხიდანაც არ შევხედე რომელი ახალი დოკუმენტი ამოვიღე საზღვარგარეთ კვლევარების არქეოლოგიური მასალები ისტორიული წერილობითი დოკუმენტები როცა ყველა მოვიდა აქ და ამის შემდეგ შეიძლება ითქვას რომ მე ეს ამას ვაცხადებ სიამაყით იმიტომ და მე ამაღება რომ ქართველი ვარ და მე ამაღება ისიც სამაგო იქნება ჩემთვის საქართველოსთვის თუ რაღაცას გავაკეთე თუნდაც ჩემი სიცოცხლე იყოს საჭირო ამისთვის. ასე რომ ჩვენი მოდი ამ იმითი მე ძირითად იმაზე გადავიდეთ ჩვენ დღევანდელ თემაზე იმიტომ რომ აქ ნაწილობრივ მაინც როგორც შესაბამის სახით ჩვენ მოგვიწევს განხილვა. რაზეა ლაპარაკი? ეკონომიკა და სამართალი. დღეს რომ უსამართლობა საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში და ეს გაბატონებული, გაზულუქებული ადამიანები, რომ სიმდიდრეს არიან ჩამღაუჭებული, ეს ფაქტია. მაგრამ ერთი რამ არის, ჩვენ ბევრჯერ გვქონია საუბარი და ჩვენ სიმდიდრი მტერი კი არა. უსამართლოდ შეძენილი სიმდიდრე მტერი ნამდვილად ვარ. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ალბათ მნიშვნელოვანია ის, რომ როგორ არის მიმართებაში ეკონომიკა და სამართალი. და ეს სხვათა შორის განხილულია ინგლისელ ფილოსოფოსებს და მეცნიერებს, რომლებიც აყალიბებდნენ იმას ლიბერალურ იდეოლოგიას, კონსერვატიულ იდეოლოგიას და ისინი და ლაპარაკი არის, რომ ადამიანი რომელსაც არა აქონება და ან დაიპოვის რაღაც ნირჩ, რომელსაც პატრონი არ აყავს, მის საკუთრებს ეს არის მისი საკუთრება. და წარმოდგა, რომ სამყაროში, ესე იგი, ადამიანისთვის არის ეს გაჩენილი, ეს სამყარო და ეს დედამიწაც და დედამიწაზე რაც არის, თუ მას პატრონი არ ყავდა, ესე იგი, მესაკუთრე ყოფილა ის ადამიანები, ვინ პირველები გაჩნდა. ახლა წარმოიდგინე, როგორ პარადოქსი აღმოჩნდი მე, რომ საქართველოდან თუ დაიწყო კაცობრიობის ცივილიზაცია, ესე იგი, მთელი პლანეტა ქართველებს ეკუთვნის, აი ეგ არის და აი სწორედ ამაშია საქმე, რომ ჩვენ აი ქართველებმა
უნდა მიამაყოთ, რომ ცივილიზაცია თურმე საქართველოსთან იწყება და ამას ნელ-ნელა გერმანელი, ფრანგი, ინგლისელი, ამერიკელი მეცნიერები აღიარებენ და ამბობენ, რომ 15,000 წლის წინათ კაცობრიობა რომ ლაპარაკობდა ენაზე, ის ენა საქართველოში დაიბადა. რატო ისინი ადებენ ამათით? ალბათ ასე არის და მე კი დაწუნებული ვარ, რომ ასე არის. ამდენად ადამიანთა საზოგადოების საფუძველი არის ეკონომიკა. ეკონომიკის გარეშე ჩვენ ვერ წავიწევთ წინ. მაშინ დავჩებით ისევ როგორებიც ვიყავით თავიდან და ვერაფერს ვერ წავიწევთ, მაგრამ თურმე აი აქ არის ღმერთის მიერ მოცემული დედამიწის გარემო სივრცე არის ის სივრცე, სადაც ადამიანს ყველაფერი დახვდა გამზადებული, რომ დაიწყოს ამ სიმდიდრის მითვისება. მითვისება როგორ? არა ცალკე, არამედ საზოგადოებრივი საკუთრებაა ეს. ანუ ეკონომიკური ძილი არის ღმერთის მიერ შექმნილი ის სიმდიდრე, ბუნებრივი გარემო, წიაღისეულ სიმდიდრე, წყალი, ჰაერი, კოსმოსი, ყველაფერი ეს ბიბლიის მიხედვითაც ღმერთმა ჩააბარა ადამიანს. აჰა ყველაფერი, ფრინველები, თევზები, მცენარეები, წყალი, ცა, მიწა, ყველაფერი და მოუვარე და იბატონე ამაზე. მაგრამ გამოვიდა რომ ღმერთის მითითება რომ იბატონე არა ადამიანი ადამიანზე, არამედ აი ჩემს ვერ მორთულ სიმდიდრეზე, ანუ ბუნებრივ ეკონომიკაზე. და აი აქ შემოდის უკვე კანონი, ანუ სამართალი, ვის რამდენი ეკუთვნის. და დღესაც ახლა ჩვენ როდესაც ლაპარაკობთ, რომ ზოგი გამდიდრებულია, ზოგი ისა, კი ბატონო სიმდიდრე ქონდეს, მაგრამ რამდენად აქვს მას სამართლიანად მითვისებული, ანუ გამომუშავებული ეს სიმდიდრე. ახლახან გარდაიცვალა ჩვენი უდიდესი მხატვარი, მსოფლიო დონის მხატვარი ზურაბ წერეთელი და ის იყო მილიარდერი. და ზურაბ წერეთელმა სწორედ რომ თავისი მხატვრული ნიჭი, თავისი არქიტექტურა იმდენიძე მსოფლიოში ყველგან მომდენილია ზურაბ წერეთლის ისა მონუმენტური ძეგლები და ახლა ვინ უნდა თქვას, რომ ის ღარიბი უნდა იყოს. ის უნდა ყოფილიყო მდიდარი და თავის შთამომავლობა დაუტოვა და უნდა დაეტოვებინა. მე მაგალითად ამ კუთხით უყურებ ამ ეკონომიკური დოვლათის განაწილებას, თორემ სრულებით არ არის სავალდებულო, რომ ყველა ღარიბი იყოს, ან ყველა მდიდარი იყოს. გათანაბრება ადამიანებს შორის შეუძლებელი არის, გათანაბრება ქონებრივად, მაგრამ იმის მიხედვით, რომ ჩვენ რა უნარი გვაქვს, როგორ ძალა გვაქვს, რა შეგვიძლია, ამის მიხედვით უკვე შეძენილი ქონება ეს არის ნამდვილად კუთვნილი ამ ადამიანების. და ამდენად ჩვენ სწორედ იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ეკონომიკა სამართლიანობის გარეშე არ არსებობს. და დღეს კაპიტალისტური და სოციალისტური წყობილების პირობებში უსამართლობამ გაიმარჯვა. ამიტომ ჩვენ მოწოდებული ვართ, ჩვენი პარტია მამული, როგორც ასეთი ბატონი თემურ ბობოხიძის თავმჯდომარეობით და ჩვენი პარტია მამული ენა სარწმუნოება. ჩვენი მე ვამბობ, იმიტომ რომ მე არ ვარ ამ პარტიის თავმჯდომარე და არის ზაურ ხაჩიძე, ასე რომ თლიანობაში ჩვენ თანამშრომლობ და მუშაობ. საინტერესო თემა ნამდვილად ბატონო მორისონ, მე ვიტყვი ესე რომ მე მიყვარს მდიდრები და მინდა ყველა ქართველი იყოს მდიდარი. აგაშენა ამიტომ ქართველები კი არ მიდიოდნენ სამუშაოზე. იქიდან მოდიოდნენ აქეთ სამუშაოდ და აქ მომუშაობდნენ. იმიტომ ჩვენ ცხოვრობთ მდიდარ ქვეყანაში,
საქართველოს დიდარია, ყველა აბსოლუტურად ყველაფერი აქვს. თავარი არის, რომ სამართალმა უნდა ეზეიმოს. სამართალმა პული ჭამაო. თუ სამართალი არ იქნება, ხალხი და ქართველები ყოველთვის ღარიბები იქნება. დიდარ ქვეყანაში ცხოვრობს ღარიბი მოსახლეობა. ეს არის სწორედ ის, რომ ადამიანს უნდა ქონდეს სამართლის განჭისუნარი და სამართალი და სასამართლო სწორედ უნდა იყოს დამოუკიდებელი, როცა პროცესი დაიწყება, ეს წლობით კი არ აღზრდებს ეს პროცესი, მალე უნდა მოხდეს ამ პროცესის დამთავრება, რომ ბიზნესმა ამას უთხროს და ბიზნესი იყოს დაცული. როცა პროცესი მიმდინარეობს წლების განმავლობაში, თქვენ წარმოგიდგენიათ ამ დროს, რომ ადამიანის ტვინი, მიმართულება, ყველაფერი გადართული ამ პროცესებთან დაკავშირებით, უკვე მას უკვე ბიზნესზე იმდენად აღარ აქვს უკვე საფიქრები, ის ფიქრობს, რომ მე ყველა ფიქრობს თავის სამართალი გაიტანოს, თავის სიმართლე გაიტანოს და სწორედ ეს წლების განმავლობაში ხდება ადამიანის ესე ვთქვათ ტვინის სხვა მიმართულებით ფიქრი და არა ბიზნეს განვითარებაზე ფიქრი. როცა ადამიანს ვთქვათ სხვა საფიქრები აქვს, ის ვერ ფიქრობს ხო განვითარებაზე. უკვე ის იბლოკება იმის ტვინი, გარკვეული ხლიანად არ იბლოკება, რაღაც გარკვეული იბლოკება ლითის, მან უკვე თავისი საფიქრები სხვა რამეზე გადაიტანა. ამიტომ სწორედ სამართალმა უნდა ეზეიმოს, სამართალმა პული ჭამაო, ერთმან ისე უნდა იყოს, რომ ადამიანებმა ნამდვილად სამართლის შეგრძნება უნდა ქონდეს. როცა ჩვენთა ბაზარი არ არის დაცული, მაგალითად შემოტანილი პროდუქცია, რომელიც უფრო იაფებს. ავიღოთ ბოსტნეული გვინდა, კვერცხი გვინდა, რაღაც რომელიც უფრო იაფებს, ქართულ პროდუქციასთან შედარებით ეს უკვე უსამართლოა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავიცოთ პირველ რიგში ჩვენი ბაზარი, ხო? ჩვენი ბაზარი დაცული თუ არ იქნება, მაშინ ავტომატურად ვიღაცა შემოგიტანს, ჩვენ არც ვიცით, ხო? აგერ იყო საუბარი, რომ შემოვიდა შოკოლადი, რომელიც ვთქვათ, აღმოჩნდა მომწამლავი, შემოვიდა სხვა კამფეტი, აღმოჩნდა მომწამლავი. ხა, მოსახლეობამ უნდა იგრძნოს თავი დაცულად, ხო, როცა შემოდის, უნდა მოხდეს მისი შემოწმება. ჩვენ სწორედ ეს თანხები, გარკვეული თანხები უნდა მივმართოთ სხვა მიმართულებით, ხო, არა იმ მიმართულებით, რომ ლაბორატორიები უნდა შეიმოს პირდაპირ საბრძოლო შემოვიდა პროდუქცია, შერჩევის პრინციპით ხო ხდება, პროდუქციის შემოწმება, უნდა მოხდეს შემოწმება. ეს რომ გამოდიდა მეუბნება, თქვა, რომ იცი რა, ეს პროდუქცია თქვენ არ ეკიდეთ, აი ეს ას რაღაცას მეუბნება. მე სად ვეძებო იქ და ბ, ხო მე მაღაზიაში ეს ისინი ვეძებო, რა ქვია, არიჭმევა, ბეჭმევა, უკაცრავად, ვარტელი ერთი დღე უნდა გავატარო ერთი პროდუქტის საკითხად, ხო? არც ერთი მომყოლებელი ესე არ გაჩერდება. ამიტომ სწორედ სახელმწიფოზე უნდა იყოს პირველ რიგში სამართალი. რომ მან უნდა დაიცვას ქართული პროდუქცია, აი ქართული პროდუქციის დაცვა რა ხდება ახლა. როცა ვთქვათ ჩვენ ვიცავთ ჩვენ პროდუქციას, ქართულ პროდუქციაზე ეკეთდება სწორედ იმ წარმოებას ამოწმებს ხომ სხვადასხვა რა თქმა უნდა შეიძლება ლიცენზია გაეცემა ასე ჩვენ ქართულ პროდუქციას საიმედო უნდა იყოს ქართული ხალხისთვის. აი საიმედო რო იქნება მე აღარ ვიფიქრებ თქვა ეს შოკოლადი უყიდო ბავშვს, ის კამფეტი ვიყიდო ის არ მოიწაულოს რაღაცა არაწყინოს. ხო ეს უკვე ფაქტიურად ჩვენ მოხმარებელი ამეთი დაცული არ არის დღეს და ამიტომ ჩვენი მოხმარებელი უნდა იყოს სწორედ დაცული, რომ მან ეს პროდუქცია რო იყიდა, უნდა ეცოდეს რომ ეს პროდუქცია არის სასარგებლო. ეხლა ჩვენ იმიტომ ამ ყურადღებას ვამახვილებთ ქართულ პროდუქციაზე, ქართული პროდუქცია როგორც ვთქვით, მას უნდა სპეციალური ლიცენზია, სპეციალური სერტიფიკატი, რომ პროდუქცია გამოუშვა, ხო? ამეთი ქართველები ჩვენ თავს დაცულად ვიზნოთ, რომ ჩვენი მიერ სახელმწიფოს მიერ ქართული პროდუქცია არის შესწავლილი. შესწავლილი დაცული და არ არის საშიში. აი ამიტომ სწორედ ევროპაც შეგაქვს ის თავის პროდუქციას, ვთქვათ, იცავს. გერმანულ პროდუქციას იცავს, არ მოხსენს იმის ნებართვას, რომ იყო ადრე ესეთი ფაქტი იყო, სწორედ იმ ფაქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ქართული პროდუქცია გაიტანეს გერმანიაში შექონდა 100%-ით გაუზარდეს გადასახადი. და რატომ 100%? ჩვენ პროდუქცია ჩაწუხებთ, თქვენ იმდენად კარგი არის, ნუ იყო ეს
რამდენად კარგი არის რომ ჩვენი გერმანული პროდუქცია ჩაწვდაო და ამიტომ თქვენ ძვირი უნდა დავადოთ რომ ჩვენი პროდუქცია გაიგოს. აი აქ ფაქტიურად ის გამოვლინდა რომ გერმანია უკვე იცავდა თავის პროდუქციას. ანუ აბალანსებდა პროდუქციის შემოტანას და საკუთარი პროდუქციის წარმოებას და აი ეს ქვეყნისთვის უკვე სამართლიანობასთან ახლოს არის. ის სამართლიანობასთან სწორად უზალეთ, მაგრამ აქ არის ის რომ ჩვენი პროდუქციას თუ გაუგებდა გემოს და ფასი თქვა სიტყვაზე 5 ევრო ეღვილებოდა გერმანული პროდუქცია და 5 ევრო ჩვენი პროდუქცია, უკვე გერმანულს აღარ ეყიდნენ. აი და სწორედ ჩვენ ქართულ პროდუქციას. ამიტომ მამამ იმდენად გაზარდა ფასი რომ ავიდა ეს უკვე ძალიან ძვირად, ხო? და გერმანელი უკვე აღარ ეყიდდა ამას. ან ძალიან დიდარი ეყიდდა, ან ესეთი ადამიანი ეყიდდა, რომელიც არის თქო გულმანი რომ მოდი ვიყიდო გავშენჯო რა არის და როგორია. ხო, ბატონო თემურა, ჩვენ ადრე თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენთან ისეთ საკითხის განხილვა, რომელიც ისტორიულად წარსულში მოხდა, მაგრამ თანამედროვეობასთან აუცილებლად კავშირში უნდა იყოს, რომ ჩვენთვის მისაღები, გასაგები და მაყურებლისთვისაც იყოს გასაგები. ავიღოთ ახლა ასეთი მაგალითი, რომ ქართული ღვინოებზე ძალიან მოსწონთ მთელ მსოფლიოში და წარმოიდგინეთ თქვენ ლიტრიანი და 70 გრამიანი, 0,7 გრამიანი ისა საფერარი ან სხვა ღვინოები დაახლოებით თუნდე $26 და $100 და $120 იყიდება. ახლა წარმოვიდგინოთ ჩვენ, რამდენად სწორი არის ის, რომ ამ იმისი წარმოებელი საქართველოში ბიზნესმენი წარმოებელი მოსახლეობისაგან იღებს ლარად იმას ხურძეს 3 კილო და მინიმუმ მაინც აგიდა მაქსიმუმ 3 კილო და 1 ლიტრი სულთა ხურძენი გამოდის სულთაწვენი და წარმოიდგინე 3 ლარი გადაიხადა გლენს გადაუხადა და თვითონ გავყიდა $26 საზღვარგარეთან $100-დანაც არის იყიდება აი კონიაკები და ქართული აირის პროდუქცია. მართალია იქ გერმანიამ ისაქნა დაარეგულირა თავის სახელმწიფოში, მაგრამ ჩვენთან არ არის დარეგულირებული. თუ შეკაი ადამიანო $100 ხიდი შენ ერთ ლიტრად იმაზე გლენს მოუმატე შეწყვეტის ფასი. ბატონო აი ეს ეს არის საბაზრო ეკონომიკა. მოდით ესე ვთქვათ ახლა. საბაზრო ეკონომიკა ჩვენ კარგად მოვუსწრებთ ველური კაპიტალიზმი. და ველური კაპიტალიზმი სწორედ იმას ნიშნავს, რომ მე მოვიყიდო იაფად და უნდა გავყიდო ძვირად. ახლა აქ არის ეს რომ ამ დღეს არ შეუძლია თვითონ რომ გაიტანოს, იმიტომ რომ ეს თქვენ მოგეხსენებათ რომ გარკვეულ ბარიერებთან არის დაკავშირებული. ახლა იმიტომ გლეხმა მოიყვანა ყურძენი, მე კი ბატონო დაწულა ყველა, მაგრამ ამას უნდა ვეთქვენ ჩასმა ბოთლებში და შრომა არის ამაში განსახორციელებელი. ხეს ეუბნება მე ესე მაწვდოს. აქ ახლა სწორედ ეს არის ველური კაპიტალიზმი, რომ ის არ მოგცემს საშუალებას ამ გლეხს რომ გამithარდეს, ხო? ამიტომ ამ გლეხმა თავი თვითონ ეცადოს რომ განავითაროს ეს ეტაპობრივად, მაგრამ ვერ ამვითარებს, ანუ უსამართლობა სათავე ფუძე არ დევს. თავისთავად. ამიტომ არის რომ სახელმწიფომ სწორედ ვალდებულია რომ დაეხმაროს ეს პატარა მცირე ბიზნესი. აქ არის ახლა აი ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. რაც ხდება თქვა საფრანგეთში და ევროპაში. ესეთ მაგალითია რომ 100 კვადრატულზე მეტი ფართი თუ გაქვს, შენ კვირადღეს აღიყოფება რომ ამუშაო მაღაზია. არ გაყოფება კვირადღეს ამუშაო მაღაზია. და რატომ ახლა ეს? სწორედ ამას მე ვითხოვ უკვე წლები ამაზე საუბარი და ყოველ შეხვედრაზე სახელმწიფო წევრებთან, წარმომადგენლებთან მაგალითად საუბარი. ჩვენ რატომ არ გადავდივართ ამ საკითხთან დაკავშირებით? ეხლა 100 კვადრატულის ქვევით არის უკვე მცირე ბიზნესი, თქვა, ესე ვთქვა და ამიტომ უბნის მაღაზიებს უნდათ არსებობა.
როცა კვირა დღეს ეს დიდი მაღაზიები იკეტება, ამიტომ უკვე მუშაობს პატარა მაღაზია, რომ იმან იარსებოს. და გაუწიოს რაღაცა, რომ მასაც ხონდეს შემოსავალი ოჯახები ინახავს, შეინახოს და ასე შემდეგ რაღაცა დაასახლოს. ამიტომ არის რომ ევროპაში ეს კარგად არის დარეგულირებული და მეც ამას ვთხოვ, რომ სწორედ ჩვენ მივიდივართ ევროპისკენ, კი ბატონო, რომ მივიდივართ ევროპისკენ და მარტო სხვა საკითხებში კი არა, იმაშიც მივხვდეთ, რაც არის გადმოსავალი. რაც კარგია. კი, აქ არის კი ბატონო, მაგრამ აქ არის სწორედ ის, რომ აი უსამართლობაში სადმივიდივართ. იქ ზიან ისეთი ხალხი, ვისაც დიდი მაღაზიები აქვს. და ისინი არაძლევენ საშუალებას, რომ სწორედ ეს კანონი მივიღოთ და მოამოქმედდეს ეს კანონი. ამიტომ სწორედ ეს უნდა მოვითხოვოთ. სწორედ აი ადგილობრივი არჩევნების პერიოდი მოდის და სწორედ ეს საკითხი უნდა დავსვა, რომ 100 კვადრატულზე დიდი მაღაზია კვირა დღეს, როგორც ევროპაში, არ უნდა იმუშაოს. და მივიცეთ სწორედ ამ უდრის მაღაზიებს, პატარა მაღაზიებს, მეტი განვითარების შესაძლებლობა. იმიტომ რომ ამას 100 კვადრატულზე მე ვთქვი, ესე იგი იმას დიდი ფულის პატრონია, თქვა 300 კვადრატული, 400 და 500 კვადრატული, დიდი ფულის პატრონია, ამ ხელა 500 კვადრატულ მაღაზიას პროდუქციით გაავსებ. ეხლა თქვენ წარმოგიდგენთ რომ ამ ხელა დახა, ხო იმაში, იმ მაღაზიაში და ეხლა ვისაც 50 კვადრატია და 100 კვადრატი, 100 კვადრატი რო 50 კვადრატი სასაწყობად რო ხმარობს და 50 კვადრატია, ხო და ეს ერთმანეთს უაღრაგია. ამიტომ მასაც უნდა განვითარება. და მე თუნდაც საქართველოში კიდე არის 20 კვადრატული და ეს ხალხი, ამიტომ მათაც რომ მივცეთ საარსებო წყარო და განვითარება სწორედ, აი რასაც თქვენ ამბობდა, სწორედ ეს არის სწორედ ევროპული გზა, რომ მივცეთ დღეს ეს საშუალება პატარა მაღაზიებს განვითარების საშუალება მივცეთ. აი ბატონო თემობა რამე გამახსენდა თქვენთან კვადრატულობასთან დაკავშირებით. აი სამგორის მეტროსთან ადრე ისო იყო მოძრავი ისა ბაქანი. ხო, იმ ადგილას ის დახურეს და გააკეთეს პატარა ჯიხურები. დაანაწილეს. და წარმოიდგინეთ თქვენი მეგობარი მუშაობს ერთი ყოველ შემთხვევაში მიწისქვეშ არის და იმან მითხრა შემომჩივლა რა და ესე იგი 3 კვადრატულად ყოფილა ის თუნდაც დაახლოებით 3-4 კვადრატული ისა და თითო აი ამ ჯიხურშიო ვახტევინებდნენ რომ თავიდან 100 ლარს მე ავიდა 200, მე ავიდა 250, მე ავიდა ახლა ბოლოსო ეს კი არის ერთი 3 წლის ამბავი ამ კაცმა მითხრა მეგობარი და ახლა 700 გთხოვენ 3 კვადრატულში და იქ ფექსაცმენელი და ის იყიდება მე არ ვიცი ახლა მაშინ იყო გამოსულებიც იყო უთხარდო და ვიყელი მე პატრონეს ის ხო შეესყიდა ვიღაცა თლიანად მე დაანაწილა და გააქირავა სუღანი. და წარმოიდგინეთ თქვენ მე ამისი გადასახდელის იმას ვერ ვაჭრობ. ამიტომ ერთისა ვიღაცა მიყიდა თუ რაღაცა ქნა, წავიდა სოფლში. და ვერაფრით ვერ ისამქენიო რა. ვერ გადავიხადე აი ეს სხვათა შორის ესეც უსამართლობაა. დავუშვათ ვიღაცამ 70 ასეთი ჯიხური გააკეთა და ვისიას ეს ხო საზოგადოებრივი ფაქტია და არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებენ არც ბიზნესმენები, არც პოლიტიკოსები, რომ ამ საზოგადოებრივ სიმდიდრეში თითოეულ ადამიანს საქართველოს მოქალაქე და ყველაფერზე თავის მოქალაქე უდევწილი, იმიტომ ვერცისკანა ეს მოცემული ვინ გააკეთა რა საზოგადოებრივი შრომითა და ბიუჯეტით აშენდა, თუ რამე აშენდა, გზები და ასე შემდეგ და მაგრამ ეს არის ეს ფაქტი, ხომ მთლიანობაში საზოგადოებრივი საკუთრება, აი ეს არის უსამართლობის კიდევ ერთი საფუძველი, რომ ჩვენ სახელმწიფოს რაღაც ახალი კანონები აქვს მისაღები, ამაზე ჩვენ ამბობთ გვექნება საუბარი, როდესაც ვილაპარაკეთ რა არის სახელმწიფო, რა არის სამართალი რა, აი ამაზე მაშინ აუცილებლად რომ აი ეს მორღვეულია მთლიანად.
და თუნდაც აიღე ახლა დეპუტატი რომელიც ავირჩიეთ პარლამენტში ზის არ აქტიურობს და ხშირად იმას ჭირდება რომ პარლამენტში ეს დეპუტატები არაფერს არ აკეთებენ გახსოვთ იმისი იყო ის თავმჯდომარე რომ არაფერი არ გამიგეთეს რომ პარლამენტარად რა თვინდა ესა ხო და თვითონ აი ახლა ცუდი სისტემა იმიტომ რომ ჩემი აზრით აი ამერიკული საარჩევნო კანონმდებლობაში რა წერია ესე ამერიკული არის ხო კი ბატონო პარტიები ღებენ არჩევნებში მონაწილეობას პარტიებში მაგრამ პარტია ასახელებს მაჟორიტარს და არა პარტიულ სიას ესე ეხლა ვიღაცა გავიდა დაჟდა და კაცი შვი მაგაც ის ვინა ხო და არც პოლიტიკაში არ ყოფილა არც არავის არ უნახია და დღეს გამოდის ის და დეპუტატია და გელაპარაკება პოლიტიკაზე რო საერთოდ იმას საკუთარ შეხება მოსახლეობასთან ხალხთან რა უაქტიურებია რა გაუკეთებია რა დაუმთავრებია ისწავლა არ ყავს მამიკო ფუნიანი და ფუნიჩანო ან ბიზანოს ვიღაცა ფუნიჩანო ან ვიღაცა ყავს და საერთოდ იმ ადამიანს პოლიტიკასთან არავით არის შეხება ხალხმა არ იცნობს მოსახლეობა აი ეს არის უსამართლობის ერთ-ერთი დიდი მაგალითია რომელიც გამოსაწორებელია რომლისთვისაც უნდა იბრძოლოს ჩვენმა პარტიებმა უნდა იყოს მაჟორიტარი რომელიც მოსახლეობას უნდა ხდებოდეს დღეს ახლა მეუბნებია რომ საერთოდ რაიონის მაჟორიტარია მაგრამ მე იმისთვის არ ვიცია საიდან არის ჩემი რაიონის მაჟორიტარი მე არ ვიცი მე იმისთვის არ ვიცია სხვა ზოგადად თქვენ მიეცეთ თქვენ მაჟორიტარს ვიდი არც მინაშია ამიტომ ესეთი რაღაცა დღეს არ არსებობს ეს არის სწორედ ის რაც არის არასწორი ამას სწორედ ოპოზიცია უწყობდა ხელს ოპოზიცია ამათაც უთხეს კალთმაუსმა თქვენი შემოყვანილია თქვენ ამბობთ პარტიული წესი იყოს კი ბატონო რა გინდათ მაჟორიტარები ნუ იქნება მაჟორიტარები და ბატონო თემოსორი დამაშია საქმე ესე იგი ეს ორი ძალა კარგად არის შეწყმული არა შეწყმული კი არის მაგრამ ჩვენ ახლა იმიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ხალხს ჩვენ მაყურებელს იმიტომ ვესაუბრები ამ პრობლემატურ თემაზე რომ თუ მოსახლეობა დაგვიჭერს ხარს ჩვენ ხელისუფლებას თავაზობთ არ არის სავალდებულო მორისონ გოგულია დაჯდეს პარლამენტში ან საკრებულოში ან ისა საქმე გაკეთდეს და ჩემთვის მაგრამ მეუბნებით რომ ხელისუფლებას შეცვალეთ ეს კანონი და იყოს პარტიული იყოს ოღონდ პარტიამ დაასახელოს მაჟორიტარები და პარლამენტში მას საქმე გაიგეთება უკვე მაჟორიტარი აქ არის ერთი ის რომ აი ამერიკული მაშინ რა არის თქვა ახლა ეს პარტიამ და წერია თქვა მაჟორიტარებში 10 კაცი ხო და მოსახლეობა შედის რომელიც არიგებს თქვა არჩევნებში მონაწილეობას და წერს მე-11 ბატონი მორისონი და თქვენ მომაც აჯობეთ აი ეს მიწერილი ხელით მიწერილი თქვენ გახდებით კონგრესმენი ახლა დავაშევეს ეს კი ძალიან კარგი ეს აქ არ არის ის რომ კი ბატონო ის არც ერთმა პარტიამ არ დაასახელა სიტყვაზე ახლა აი ეს კი ძალიან საინტერესო ის მოიტანეთ თქვენ მაგალითი მაგრამ ერთი რამ არის ჩვენ ავირჩევთ იმას დეპუტატს მე რომ ეს დეპუტატია ან გააფუჭებს საქმეს ან დააშაროს რაღაცა ისა გამოწვევის უფლება არ აქვს აი უნდა იყოს ჩადაგული ამ 2 წლის განმავლობაში 4 წელია საპარლამენტო თქვა 2 წლის განმავლობაში ახლა იმიტომ ადამიანებს შედის თქვა იქ ახლა უცხო ხდება ხო შეეჩვიოს არა ადაპტაცია ხარ ნორს არის ის რომ პირდაპირ ახლა კანონების განხილვას და ამას ყველაფერს თავის პერიოდია ხო თქვა და შემოგვასწრაფ და ახლა და ახლა 2 წლის შემდეგ ჩემი დაახლოებით ვამბობ ახლა ეს უკვე გადასაწყვეტია მაგრამ შეიძლება თვალსაჩინო სიმჯევრა ორი წლის შემდეგ ესე თუ მისი მოღვაწეობა არ შეესაბამება იმ რაიონის მოსახლეობის ინტერესებს უნდა დააყენოს შეუძლია თქვა რაღაც ხელმოწერები შეგვიუდეს და მოითხოვოს ამ პიროვნების გამოწვევა უკან აი ესა მე მაპატიოს მაყურებელმა და თქვენს მაპატიეთ იმ მისი თავმჯდომარე იყო უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე და მაშინ მე მიმიწვიეს ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციის
ორგანიზაცია რომ შეგვესწავლა ეს დაკეთა ჰქონდათ ალბათ უსუფაშვილის და პარლამენტიდან აი როგორ უნდა იმუშაოს პარლამენტმა რომ ეფექტი იყოს თორე მარტო მე მიწევსო ისა მუშაობა კანონებზე და იმან ახლა მარტო უსუფაშვილი ხო ვერ გააკეთებდა მაშინ მე მომიწია მეგობრებთან თანამშრომლობა და აღმოჩნდა რომ მართალი იყო ეს უსუფაშვილი მაგრამ აი ახლა ჩვენ რაღაცა კანონი რაღაცა მექანიზმი უნდა იყოს იმისა რომ თუ არ მუშაობ თუ კანონის შემოქმედი არ არის თუ ხალხის ინტერესები მოსახლეობას არ ხვდება თავის ამომრჩევლად მოსახლეობა მიდის და არ ღებულობს ასეთი ისა ბოლოს და ბოლოს გამოწვევის საშუალება უნდა იყოს იდოს ამიტომ მე მგონია ეს რაღაც დადების შეძენს ახლა მთლიანი გადამწყვეტი არ იქნება ეს მაგრამ რაღაც დადების შეძენს მოსახლეობას გაუჩენს იმის იმედს რომ მეც ვაკონტროლებ ჩემ არჩეულ მოხელეს ბატონო რუსული ყველაფერი კარგია მაგრამ როცა გამოდის დეპუტატი პიროვნება ახლა მაგალითად გუბასანიკიძე და ამოსვენ 5-6 მოწვევის პარლამენტარია შეკაი ადამიანი 5-6 მოწვევის პარლამენტარი ხარ დაუმრავლოთ 20 წელიწადზე ხო 5 მოწვევა თუ არა ეს 20 წელი პარლამენტარი ხარ და თუ ორაფერი ვერ გააკეთე 20 წელს განმავლობაში რატო უნდა იყო პარლამენტარი აბა რატო უნდა იყო ან მაგის შვილი რატო უნდა იყოს პარლამენტარი დღეს გამოდის ნაციონალებიდან და ჩვენს მოსავლებს თორსა მამამისმა 20 წელს განმავლობაში ორაფერი ვერ გააკეთა პარლამენტის დამზადებას მომისა ყველაფერი და ყველა მთავრობა შემოიმინა გუბასანიკიძე ბიჭი ძალიან სიმპათიური და ძალიან სასიამოვნო პიროვნება, მაგრამ მე მაგის იმას რომ მოусვინე, როგორ პოლიტიკოსის არ მომეწონა. არც ბატონი გუბაზის გამოსვლა მომწონდა და ესეც არ მომწონდა. მაგრამ აქ რა არის ახლა პაპატიეთი თქვენი ყურადღება რაზე მინდა გავახმახილოთ. საიდან მოდის მე კი მაგს მიგენება საიდან მოდის ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ არის პოლიტიკა ბიზნესის კეთების საშუალება დაქციეს და ეს საიდან მოდის რომელი ქვეყნიდან ჩანს რომ ჩვენი კონსტიტუცია გადმოწერილია ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ამერიკული და მე მგონია ბანგლადეშის ისიც არის კონსტიტუცია არა, ხან საშუალო კაია თუ გამოწერილი, ცუდია გამოწერილი სოთაშორის ეს ახლა მეცნიერება ეს არ არის სასაცილო სატირალი. ხალხო ისეთ ადამიანები მთავრობას ახლა როცა ვერ მუშაობს ადამიანი აცდენს რატომ უხდით ხელფას რატომ მოუმატეთ ამდენი პენსიონერები ყველაზე დიდი გამოგვარჩიეს ახლა 70 წელს გადაცინებულები 450-მდე იმ 65-დან 70-მდე რა უჭირს რომ 450 იმის იყო ჩემსავე თანაბარ პირობებში რა მაგრამ ეს 450-ის მაძლევს რამე როცა 100 არის გაზრდილი კიდე კარგი რომ ჯამთელად ვარ თქვენ ახალგაზრდა ხართ და მეტად დიდხანს არ აგაკეთოს თავი მაგრამ ხო არის ასაკოვანი ადამიანები რომელიც წამალზე არ გამომრა მაგრამ არ ყოფნის ეს რაღაცა მართალია ეს ეკონომიკასთან მიმართებაში სწორედ ეს არის უსამართლობა ხალხო ეს იწევს ქაოსს და ჩვენ ახლა მუშაობ კიდევაც მე კიდე გავაგზავნეთ ამ თემაზე ჩვენ საუბარს და გვინდა რომ თქვენც ჩაერთოთ თქვენი ჭირინეთ იმიტომ რომ ქვეყანა ხელიდან გვეცლება არათუ საქართველოში არამედ სოფლიო არის რაღაც საგანგაშო სიტუაციაში და ერთი რამ არის ჩვენ როგორც აი მე მაგალითად ჩემს ხალხს და ჩემ იმას უნდა შევთავაზო თანდათანობით ნელ-ნელა ისე რომ რა კი ჩვენ ქართველები ვართ საქართველოს ტერიტორიალი ცივილიზაციის საწყისი ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ რაღაც ახალი მიმართულების გზის ჩვენება თორემ მე ახლა ვკითხულობ საზღვარგარეთის წიგნებს
გამოკვლევებს, იდეოლოგებს, პოლიტოლოგების წიგნებს იმას და სულ ასეთი შტაბ-ეჭილება რჩება, რომ საით მიექანება კაცობრიობა არავინ არ იცის. აბა რას იგულებ თუ არ იცის შეგაი ადამიანო და ამით იქიდა დამამშვიდო და ამით იქიდა დაამშვიდო ეს ხალხი? აი ეს და ეტყობა ქაოსი იმდენად გაძლიერდა, რომ მართლა ბევრი თავს ვერ ართმევს. და მაბადიეთ ისევ ჩვენ დავზევდა თქვა, რომ ამ წიგნში ქაოსის საწინააღმდეგო წესრიგი შემოვარდა, რომ სწორედ რიუჯერად ახალზე დავიწყებ ხნელა დამიზნების მიუყვებით, თან გამიხილავთ, თან მოსახლეობის ასაზე ავიგებ სწორედ ამ მართულებით და მე ვეტყვი ჩვენს ტელემაყურებელს და ჩვენს მოსახლეობას, რომ ბატონებო, როცა მოვა ადამიანი და გეტყვის, რომ მე 5 მოწვევის დეპუტატი ვარ, 6-3 სწორედ კითხვა დასვით რას აკეთებდი ამ 5-6 აი რა გაკეთე? ჩემამდე რა მოიტანე? სწორედ ის არაერჩიოთ, მე ასე ვიტყვი დეპუტატად და გინდათ საკრებულოს დეპუტატად და სხვა მმართველად თუ მან 20 წლის განმავლობაში ვერაფერი ვერ გააკეთა, კიდე მეორე 20 წელს რო იყოს, მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებს. იმიტომ რომ მისი რესურსი უკვე ყველანაირად გამოწვეულია უკვე, იმიტომ რომ ადამიანმა თუ ერთი მოწვევის დეპუტატი იყო, არა მაქვს მნიშვნელობა ახლა საკრებულო იქნება თუ პარლამენტი მეორე მოწვევის და ვერაფერი ვერ შედეგი ნოლიდან და მისმა მოღვაწეობამ ნოლიდან და შედეგი და ეს მონაცვლეობით პარტიებს იცვლის რა ხუდები რომელიც ეს ქართული სიმღერა შემოვიდნენ წითლებია ქართულს დაიხმო შემოვდადრო ქართულს დაიხმო და ეს სხვადასხვა ხუთს ვიფარებენ ხალხი სწორედ უნდა ვთქვათ თქვენი დრო დამთავრდა ბატონებო მიბრძანდით ეხლა აგერ თოხი აგერ ბარი და მიგანდეთ სოფლის მეურნეობას ეხლა ჯობია სხვა მოვიდეს ვინც ახალს შემოვიტანს ყოველთვის კიდაც პარტია აიღო გადახალისება პარტიასაც უნდა ვიტყვით ეს ახალისის უნდა ყველას უნდა ეს არ არის რა ქვია ცოცხალი ორგანიზმს ყოველთვის უნდა გადახალისება და ახალი რაღაცა ახალი ადამიანი ახალი იდეები მოდის ახალი შეხედულებები მოდის და სწორედ ამ ახალში იბადება სწორედ ის სამართალი ჭეშმარიტება და ყველაფერი ხო და უკვე უკეთესობით მიდის ყველაფერი აი სწორედ ჩვენი ურთიერთობიც ბატონი მორისთან მორსოხობულიასთან და სოციალისტ პარტიასთან სხვა პარტიებთან ჩვენ თანამშრომლობთ ხო შეხებები ურთიერთობები აზრებს ცვლით რომ აი რომელი უკეთესია და რომელი აზრი წამოვწიოთ წინ და რომელი აზრი გამოვიტანო და მოდით ერთობლივად ერთი ძალით შეიძლება ჩვენ არ ვარ რაღაც საკითხები არსებობს განსხვავებული აზრი გვაქვს მაგრამ პოლიტიკოსები ის არიან ვისაც შეუძლია განსხვავებული აზრის მოსმენა და არა ეს ვინც მუშტიკებზე გადადის და ამას ვერ უსმენს თვითონ არა აქ ლოგიკა რაღაცა დაამტკიცოს და სწორედ ის გადადის მუშტიკებზე შეურაცხყოფაზე და რამსვლაზე ხო აი ეს არის მას შეუძლია რამის გაკეთება ეს ხოლმე ლანძღვით გამოდის შეურაცხყოფით გინებით და ცდილობს აი მე ძალა მაქვს და ჩემი ძალა ის ძალა არაფერი არ არის მან თავისთავად დაედამლა თავისი გამოავლინა თავისი უვიცრობა იმიტომ რომ ნორმალური ადამიანი და ცივილიზებული ადამიანი არასდროს არ დაიწყებს ის განერიდება გავა და სხვანაირად მოიქცევა და არა ის რომ რაღაც გამოწვევა გააკეთო პროვოკაცია ამიტომ მოგიწოდეთ აი არჩევნები მოდის და შეხედეთ როცა მოვა ადამიანი უთხრათ აბა საკრებულოში გინდა ბატონო მელობა გინდა საკრებულოში გინდა ყოფნა ხალხის კისერზე გინდა ყოფნა და რა გააკეთე გითხარი აი ამ წლების განმავლობაში რაც იყო დეპუტატი აი ეს აუცილებელია ვინც არ მივა ვინც არ უნდა მოვიდეს თქვენთან მოგვეცით ხმა უნდა დაუშვათ რა გაგვიკეთე პარტიამ პიროვნება ო პიროვნება დაიწყო ჩემი პარტია მეც გააკეთა ბატონო პარტია სხვა არის პიროვნება სხვა თქვენ რო იყავით დეპუტატი რა გააკეთეთ ხო აი ეს ხო აი ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეთ თქვენი გაკეთებული საქმე თორე პარტიამ რა გააკეთა ჩვენ კარგად ვიცით რომ რამდენი ადამიანი და საერთოდ მარტო ისე იმიტომ რომ მანდატ ხელი დაეჭირათ
და მიკროფონთან არც მისვლა მთელი 4 წლის განმავლობაში მიკროფონთან არ მისვლა და ერთი სიტყვა და ერთი ინიციატივა არ გამოუჩენია. ეს არის მუშაობა. ხო. ეს არის უშუალო შემოსავალი. ხო. უშუალო შემოსავალი. ხო, ეს რიჟინე მარტო და ვის ხარჯზე? ხო, ჩვენს ხარჯზე, ხალხის ხარჯზე. ამიტომ თითოეულ პიროვნებას ეს კითხვა დავუსვით. თქვენ პირადად რა გააკეთეთ? თუ იტყვის ეს მე გავაკეთე, უთხარით. კი ბატონო, ეს საკრებულოს თავმჯდომარემ რა გააკეთა მაშინ? თქვათ, პარლამენტის თავმჯდომარემ რა გააკეთა? თუ იღებთ ჩვენ იმას პასუხისმგებლობას, მაშინ ვინ იყო ამ კომიტეტში, ვინ რა გააკეთა, რომელ კომიტეტში იყავით, იმ კომიტეტში რა მოღვაწეობა გქონდა, რა გიკეთებიათ? ეს უნდა დაიცვას და სწორედ ეს იქნება გადახალისება და ახალი ხალხის მოსვლა, რომელიც შეცვლის სიტუაციას. არ იქნება ეს მაინც იცი რა, მოდი აი პარტია გამიყვანა ახლა რაში მაინტერესებს პარტია 4 წელი იქნება. და მე 4 წელი მივიღებ შემხელებას. და რასაც უკანახებენ იმას და ჭირხელი დავაჭერე. და ამ პარტიის ლიდერსაც ის უნდა მორჩილი წევრები და მორჩილი დეპუტატები. იმისთვის რომ ხალხი დარჩონ, ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრეები დარჩონ, ვიღაცები ჩამოიტანონ და ახლა ეს საშინელი რაღაცა არის, ახლა კანონი მიიღეს და ეს რამდენად სწორია რა ვიცი. ყველა ამას ამბობს, რომ ჩვენმა პარლამენტმა უნდა მიიღოს თუ დაამტკიცოს თუ უკვე მიიღეს ნამდვილად ასე დაზუსტებით არ ვიცი, რომ 17 არაბული ქვეყნის მოსახლეობას თავისუფლად შემოსვლისა და სამუშაო ადგილები და საცხოვრებელი უფლებით, საცხოვრებელი ფართის უფლებით თუ კი იღიდი რა თქმა უნდა. სწორედ ეს ჩემი ორშაბათის გადაცემაში მქონდა ამას საუბარი. თუ ტურისტულად შემოვიდა კი ბატონო. რა თქმა უნდა. ეს არის ჩვენთვის მისაღები და პირიქით უკეთესი. ამიტომ უნდა გავკაცდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ეს უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე და ძალიან კაცრად უნდა იყოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ არა ვართ 50 მილიონიანი და 100 მილიონიანი სახელმწიფო და არც 20 მილიონი, 3 მილიონი ვართ. ესაც 3 მილიონი მოხუცებული ერი და რომელიც გადაშენების გზაზე მიმავალი ერია, ხო? ბატონო ისა, თებო 3 მილიონი მოსახლეობიან ქვეყანას. 800,000 პენსიონერი როყავს, ის უკვე ბებერია. გაქრობისაკენ მიდის. 800,000 და უმეტეს 700,000 სოციალურ დაუცველ. ეს კიდევ მეტი. ესე მე ნახევარ 50% არის უკვე დაბერებული, 50% ასე თუ ისე, მაგრამ ახალგაზრდა. მაგრამ ის ახალგაზრდები საზღვარგარეთ გარბიან. გარბიან, იმიტომ რომ აქ არ არის ხელისშეწყობა, აქ არ არის სამუშაო ადგილები და ხელფასები. ხელფასები ახლა ჩვენ ლაპარაკობთ. კი ბატონო, თუ ეკუთვნის მიიღოს, როგორ არის 7,000 ჰქონდათ პარლამენტას ხელფასი და ახლა 11 გავუხადეთ. 14 გავუხადეთ? 14. კი ბატონო, ახლა იმას 14,000, 15 თუ გუნდაც 10,000 და ნებისმიერ პენსიონერს 450 ლარი. ესეც ვისაც 70 წელი ვისა სწორედ მაგაზე ცოცა ეს იყო ეს აი ეს და მაგაზე მქონდა საუბარი. ესე კი რა უნდა იყოს ბატონო მორისო. აი მე გამოვედი მაგაზე თქვი. თუ პენსია არის 450 ლარი, ხო? აი ყველაზე უმაღლესი ხელფასი, საჯარო მოხელის უმაღლესი ხელფასი, გინდა პრეზიდენტის, გინდა სხვა. გინდა პარლამენტარი მზარდაი. 4,500 ლარი უნდა იყოს. 10-ჯერ მეტი. არა ბაბა. ხო, მაშინ შეგვიძლია 15,000 1500 უნდა მივცეთ მაშინ ჩვენ პენსიონერებს. კი ბატონო. აი უკვე თანამდებობა, აი მაშინ გათანაბრდება ეს ყველაფერი. თუ ჩვენ პენსიონერს 1500 ეკრება, ის წამაშიც ეკופინება საქმეში და ყველაფერში. დიახ, მაგრამ აი ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ისეთი მექანიზმი, რომ სამართლიანობის ფარგლებში ჯდებოდეს, რომ ინფლაცია რომ მიდის, ეს აზარალებს ის ვინც ხელფასზეა. ყველაზე ფასები, როდესაც მატულობ და ევროპული სტანდარტები არის. 100,000 ლიტრი საწვავი უნდა იყიდო
თითოეულმა დასაქმებულა პიროვნება, მაინც პენსიონერმა. 1000 ლიტრი. ახლა თქო ბენზინი რო სწორია. ანუ პენსიით იყიდოს შეეძლო. ესე იგი, დღეს ბენზინი ხო ვთქვა 2.80. ესე იგი, მისი თვიური შემოსავალი უნდა იყოს 2800 ლარი. რომ ეს პრობლემა ყველაფერი მას მოხსნილი ქონდეს. ახლა უორედ ახლა საწოლით მოიმატებს ავტომატურად მოიმატებს პენსია. დაიკლებს, ნუ დააყენოს. აი ეს საწოლზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ ვიდაიდან უკვე ისეთი გამეთარებული ქვემაში ვართ, რა ქვია. ქვეყანაში ხა ცხენით აღარ დადის და ვირისტაჭითა და ორმით, ამიტომ უკვე ეს მიდის საბაზო მიმართულება უნდა წავიდეს სამმართველოდ, რომ პენსიონერს უნდა შეეძლოს 1000 ლიტრის საწვავის შეძენა. ძალიან კარგი. და ამით დარეგულირდება საწოლით მოიმატებს უპულიც მატულობს, ყველაფერი მატულობს, ამით ყველაფერი ეს პრობლემები მოხსნილი იქნება. ბატონო ერთ იმაზე მინდა ახლა გავამახვილო ყველამ. ჩვენ კი ვამბობთ ამას, მაგრამ ამას თავისი მექანიზმები აჭირდება აქვს ეკონომიკაში, თავისი კანონები. აი გავსვათ პირველად რომ მოვიდა ქართული ოცნება და სააგიტაციო მუშაობა არჩევნებისთვის მზადების პროცესში, რას ამბობდნენ? გავანახევრებთ იმას ფასებს, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ და მე როდესაც აი ეთყობა მათ არ ქონდათ გათვალისწინებული ეკონომიკური კანონები, ასე ადვილად მისცეს პირობა ხალხს და მე რომ მოსთხოვა ხალხმა, აუ შეგვეშალა. ჯერიშიმა, არა, ფასები აი ეს ჩვენ უნდა დაგვემართოს. სხვადასხვა ჩვენ გვაქვს ის შემოქმედებითი ჯგუფი, აი ჩვენ პარტიაში მუშაობს ასეთი შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც მუშაობს, რომ აი ესეთი ელემენტარული შეცდომა არ დაუშვათ. ჩვენმა პარტიამ, ჩვენმა როცა ის გავა საზოგადოებაში სააგიტაციოდ, ასეთი ელემენტარული რაღაცა არ უნდა დაუშვათ. ჩვენი პარტია მუშაობს, რომ სახელმწიფოს უნდა ყოლოს ინსტიტუტები, სპეციალური ინსტიტუტები. ეს ის მექანიზმებია, რომელიც რეფორმას რო ჩაატარებს, ახლად მოსული დაუშვათ პარტია, იმან უნდა ჩაატაროს ფუნდამენტური რეფორმები ეკონომიკის და ტექნიკის სიღრმეში. და ამის შემდეგ შესაძლებელია თქვა და ხალხს უთხრა, რომ აი ეს რეფორმები მოგვიტანს ამას. და თუ ამას ვერ შეასრულებს, ესე იგი, მას არ ეღო განათლება, არ ეღო სინდის ნამუსი იმისი, რომ რაც შეგვიძლია საზოგადოებას ის შეუსრულოს. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა გქონდეს ხალხს, უნდა გქონდეს მაკონტროლებელი ორგანო, თავისი მაკონტროლებელი ორგანო და უთხრას, აჰა, რო შეპირდი ბატონო, შენი მუშაობის შედეგი არ არის ის, რაც შეპირდი. ამიტომ შენ ვერ გაართმევ მომავალ არჩევნებში თავს. ამიტომ დროზე უნდა წახვიდეს სახში, რომ აი ასეთი და ეს არის ერთ-ერთი ზეწოლის მექანიზმი იმ ადამიანზე, რომელსაც ადვილი გონია პარლამენტში მუშაობა და კანონშემოქმედებითობა. ეს არის უზარმაზარი სამუშაო, მას ეკუთვნის შეიძლება 10,000 და 20,000 ხელფასი ისეთი მძიმე, მაგრამ თუ შედავს იმ მძიმეს არიდე თავი, მაშინ რისი გამგებელება მუქთახორა გამოდიხარ. ახლა მძალები ბატონო მოსულდეს 30 წელი ესე მიდის ახლა არც 30 წელია სწორედ ერთი და იგივე წელზე ტრიალებთ ჩვენ და სწორედ ეს წელი უნდა გაწდეს და სწორედ ახალი შეხედულებები აბრუნახება იგივეს უბასამიგიძე 6 მოწვევის პარლამენტარული იქნება და 24 წელი დეპუტატი რო იქნება ადამიანი და ვერაფერს ვერ გააკეთებს ეს რამის გამკეთებელია არც ესეთი ნუ გუბაზე ახლა მოვიყვანე უბრალოდ მაგალითად ყველა გუბაზეა ილია ჭავჭავაძე იმას ლუარჩანთათგარიძეს რომ მოგიდა ხელი და სააშკაროზე გამოიყვანა რა შვები მე რა გიდა ჩემისთანა შეისთანა რომ ყველა იმიტომ უნდა გამოგეკვა არა და ისე ერთი რამი და ახლა შედის რომ გუბას სამიგიძე ბავშვობიდანვე ისო წონიანი, ანუ ფუფულა, კონიანი. უწასა, ხო? უწასა. ახლა რომ აკვირდები არა,
პარლამენტში ვინ შევიდა და ერთი მოწვევის ბოლოს ისე ფუფულა გახდა. ამიტომ ესეთი მუქთახოვები გახდომა თუ გინდათ პარლამენტარები არ გახდა. ხო, ასე ისა ბატონო თემურ აი ჩვენ შემდგომ იმაზე ალბათ რაღაც ერთ იმას მაინც შემოვიდა რომ წიგნიდან და მე პასუხს ვაგე ჩემი ხალხის წინაშე აქედან დამუშავებული თუ მოსახლეობას მიიღეთ მონაწილეობას რა თქმა უნდა გაცილებით უკეთესი იქნება და ჩვენ უფრო ხარ კანონზომიერ იმას ეკონომიკას შევიმუშავებთ ფუნდამენტურ რეფორმებს ჩავატარებთ იქ სადაც რა თქმა უნდა ჩვენ სადაც გავიმარჯვებთ და სადაც მივართ და ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ აზროვნებაში ჩვენთან დევს ერთი რამ ყველა კანდიდატს ყველას მაგრამ სამართლიანად ეს იქნება ჩვენი დევიზი და პირველ იმაში განსაკუთრებით ასეთი ისა გვაქვს საქართველოს უპირველეს ყოვლისა საქართველოს სწორედ საქართველოს უნდა იყოს საქართველოსთვის და საქართველოს ჩვენი ქართველი ერის თითოეული ადამიანის გარეშე არ არსებობს ხალხო და იმან სააკაშვილმა რო თქვა რა დამკარგეთო ქვები და ის დამკარგეთო ასე არ არის ის ქვები ქართულია იმ ქვები თუ იმ ბალახი თუ იმ მცენარეები არის ჩვენი შვილები გაზრდილი და უნდა გაიზარდონ კიდე ამიტომ ჩვენ პირველ რიგში უნდა დავიცვათ მოსახლეობის ინტერესი, ამით ჩვენ დავიცვათ საქართველოს როგორც ერის, როგორც ქვეყნის ინტერესებს. ჩვენი საათებრო გადავაჭარბეთ კიდევ გადავაჭარბეთ რა. ოდეში მოვხალოთ ჩვენ დელემაყურებლებს, მაგრამ ეს თემა იყო ესეთი, რომ აუცილებლად ეს თემაზე კიდევ მექნება ძალებრივი ჟელობა და ველოდებით თქვენგანაც გამოხმაურებას მოგწერეთ, ვიმშალოთ ვისაუბროთ და მივიდეთ ისეთ დასკვნამდე, რომელიც ერისთვის და ბერისთვის იქნება კარგი და სასწაული. ხო, ბატონო თემურ დამშვიდობებამდე იმასაც ვიტყვი, რაც ჩვენ თქვით, რომ დღეს სტუმარი უნდა ყოლოდა, მაგრამ რაღაცნაირად დაემთხვა, რომ ერთი, მეორე, მესამე ზედიზედ ავად გახდა და ამიტომ ჩვენ მოგვიწია ამ საუბრის წარყვანა და შემდეგში აუცილებლად გვეყოლება უკვე ჩვენ სპეციალისტებს ჩვენი აკადემიიდან საქართველოს კოლხეთი ფაზისის საერო სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიიდანაც უკვე მაქვს მოლაპარაკება მოვიწვევთ ხალხს მოვიწვევთ ჩვენ რეგიონებიდან რომელსაც გაგიხარდებათ და მოგინდებათ რომ ჩვენთან ერთად ისაუბროთ დიდი სიამოვნებით დაგეთმოთ ეთერს და ერთად მივიდეთ შემთხვევაში რომ თუ ადამიანი კონკრეტულ მიმართულებით არის თქვა ეკონომიკური მიმართულებით როგორ გაუმჯობესდეს თორე ჩვენ ახლა ეთერს არ ვთხოვთ ისეთ ადამიანს რომელიც გამოვა და მარტო ქვების სოლაზეა შემოწმებაზე გადასული რომელიც მხოლოდ იმას ამბობს რომ ეცია თქვენ წადით და მე მოვალო მე დავждები თქვენ კონკრეტულად უნდა გქონდეთ შეხედულება როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია. ჩვენი თუმცა შენი პირადი ცხოვრების, შენი მეზობლის, შენი იმისი. იყო რამოდენიმე შემოთავაზება ესეთი, რომელიც მის მიმართულება და შეხედულება კონკრეტულად არის ის, რომ აი თქვა რაღაც თქვენ წადით მე მოვალო მე გამოვასწორო. ყველა ესე ამბობს, წადი შენ და მე გამოვასწორებ, მაგრამ 30 წელია მიდიან გამოსწორებული ნახეთ ვერაფერი. ამიტომ ჩვენ იმას უნდა ველოდებით, რომ ჩვენ მოვალო მე გამოვასწორებთ, ჩვენ არ ველოდებით, ჩვენ ვამბობთ, თქვენ გამოვასწორეთ ბატონებო და ტაშ დაგიკავთ. რა თქმა უნდა დაგიგებით ჩვენ გამოვასწორეთ, ჩვენ ვამბობთ, ჩვენ გამოვასწორეთ, როცა მოვალო. ამიტომ მოგესალმებით, მადლობა, კარგად ჯანდებოდით და ველოდებით თქვენს გამოხმაურებელს. ჩვენი გადაცემა. ჩვენი გასაკეთებელია ყველაფერი, რაც ერს ეკუთვნის, ქვეყანას ეკუთვნის და თითოეულ ქვეყანას. თავისუფალი თემები გადის ყოველ ხუთშაბათობით, სამსახურზე პირდაპირ ეთერით, ხოლო კამერით გადაღებული ეთერთება უკვე გვერდზე, მამულის გვერდზე და შემდგომ გადის YouTube-ზე. ალბათ ყურადღებისათვის. კარგად ჯანდებოდით.